გინდა გაიგო სად მიგიყვანს ის გზა, ის არჩეული ბილიკები, რომელსაც ახლა გადიხარ და რა გზასაც ახლა ადგახარ. მაშინ დარჩი ვიდეოს ბოლომდე ჩემთან ერთად და გავიგოთ სადამდე მიგიყვანთ ეს გზა. ჯერ გავარკვიოთ ვინ ხართ თქვენ და სად გახართ და ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა ამ გზაზე, სად ხართ ნახოთ აბა. ვიტყოდი რომ საკმაოდ თავდაჯერებულები ხართ და გჯერათ საკუთარი თავები, საკმაოდ ოპტიმისტურად და პოზიტიურად უყურებთ. გარეგნულად ყოველ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეგატყობთ, რომ ან გიჭირთ, ან პრობლემებში ხართ. შეიძლება პირიქით ბევრს გონია, რომ ძალიან ბედნიერები ხართ, ძალიან წარმატებულები ხართ, მაგრამ თქვენ შინაგან სამყაროში ძალიან ბევრი ჭიდაობა მიდის შინაგანი. აქ მე ვხედავ ბევრ გაურკვევლობებს, აი მომენტში შეიძლება გაქვთ იმედი, რომ კი ყველაფერს შევძლებთ და რაღაც მომენტში თითქოს ნებდებით და თითქოს აი უიმედობაში ვარდებით და ფიქრობთ, აი როდემდე გაგრძელდება, სადამდე იქნება, რამდენი ხანი უნდა ვიყო ესე, რამდენი უნდა ვაკეთო, რა უნდა გავაკეთო, აი ბევრი ესეთი შინაგანი ორჭოფობები, შინაგანი ყოფმანები გაქვთ. თუმცა ადამიანი რო შემოგხედავთ თითქოს და პირიქით ყველაფერი ბედნიერი გაქვთ, ყველაფერი დალაგებული გაქვთ და შეიძლება ბევრს შურდეს კიდეც თქვენ და ფიქრობდეს, რომ ძალიან კარგად მიგდით ყველანაირი სიტუაცია და ყველანაირი თქვენ ცხოვრება იდეალურია, მაგრამ თქვენ შინაგანად არ ხართ ბედნიერები და აი შინაგანი მოუსვენრობა გაწუხებთ და ბევრი ფიქრი, ძალიან ბევრი ფიქრი. აქ საკმაოდ ემოციური ადამიანები ჩანხართ ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, აი ბევრი ემოციები მოდის, ბევრი განცდები, ბევრი გრძნობები, შეიძლება აქ სასიყვარულო სიტუაციებიც იყოს პრობლემური, შეიძლება ზოგადადაც ის ცხოვრებისეული სიტუაციებსაც გადიხართ თქვენთვის ძალიან ემოციებზე აისახებთ და დეპრესიული მომენტებსაც გიქმნიდეთ და აი გიბინდავდეთ თვალთახედვას და ვეღარ ხედავდეთ მომავალს, აი რა იქნება, როგორ იქნება, უკვე აღარ იცით და აპათიაში ჩავარდეთ. ეხლა ვნახოთ აბა რა იქნება. როგორ შეძლებთ ამ გზის გავლას, ამ სიტუაციებიდან გამოსვლას, რას მიაღწევთ მომავალში, აბა ვნახოთ. სადამდე მიგიყვანთ ეს გზა. მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგ პროცესებამდე მიგიყვანთ. აქ ახალი შანსები, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, ეხლა თუ ბევრს ნერვიულობთ და დარდობთ, შემოტრიალდებით და აი გაიხარებთ, პოზიტიური ამბები მეტი შემოვა. აქ შესაძლებელია სიტუაციები გადაიჭრას, ეს სირთულეები, ყველაფერს ნათელი მოეფინება და თქვენი გონებაც უფრო დალაგდება და ზოგადადაც სიტუაციებიც გილაგდებათ. აქ ჩანს აი სიხარული წარმატების მომენტები ბევრი გექნება, დაძლევთ ამ პრობლემურ სიტუაციებს, ეხლა როგორც ხართ, აუცილებლად გამოხვალთ, საკმაოდ აქტიურებიც იქნებით, საკმაოდ თავდაჯერებლები და კმაყოფილები ჩანხართ საკუთარი თავით და იტყვით, რომ მე ეს შევძელი და ყოჩახ, ბოლომდე იქნებით მარტო ამ ყველაფერში და მარტო შეძლებთ ამ ყველაფრის გამკლავებას, იმიტომ რომ აქ ამ წუთას მე ვერ ვხედავ, რომ ვინმესგან გქონდეთ დახმარება და მხარდაჭერა, ყველაფრის გზის გავლა მარტოს მოგიწევთ, მაგრამ საბოლოოდ ეს თქვენ გაგაძლიერებთ და საკუთარ თავში თავდაჯერებულობას მოგცემთ და იტყვით, რომ აი მე ყოჩაღი ვარ, საკუთარი თავით იამაყებთ რაღაც მომენტში. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი მეტი მსგავსი ვიდეოს სანახავად. მადლობა ყურადღებისთვის.